გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი კლავინდებურად პარასკევის უმნიშვნელოვანესი რუბრიკით თამარს გარეთ ჩვენი რუბრიკა კოკაკოლასთან პარტნიორობით, თის წყალთან პარტნიორობით. რა თქმა უნდა და დღეს ვისაუბრებთ კვლავ საფეხბურთო თემებზე, კვლავ საფეხბურთო მენეჯმენტის თემებზე, კვლავ გვექნება კლუბის ისტორია და ანალიტიკური ნაწილი, ანალიტიკური მიმოხილვა ამ ჭრილში. თუმცა, ვინაიდან ეს არის ამ შემთხვევაში პირველი რუბრიკა მას შემდგომ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამართა ამხანაგური თამაშები, მოგეხსენებათ ისრაელის ნაკრებთან ფრედ 2-2, ხოლო ლიეტუვას ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვებით 2-0 დასრულდა საქართველოს სასარგებლო. ცხადია, მინდა მიულოცო საქართველოს ნაკრებს ეს წარმატება, განსაკუთრებით შედეგი ლიეტუვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად მინდა მას წარმატება უსურვო და ბუნებრივია ამ წარმატების თითოეულ მონაწილეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას, ფეხბურთის ნაკრების გუნდს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ცხადია ზრუნავს ჯამში ყველა იმ მიმართულებით, რათა კონდეს უმაღლესი შედეგი ამ ნაწილში. აისახა შედეგის შესაბამის, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებში, მოგეხსენებათ, არსებობს FIFA Coca-Cola-ს რეიტინგი, რა თქმა უნდა, აქაც არის Coca-Cola, იქ-სადაც ფეხბურთი ყველგან არის Coca-Cola, FIFA Coca-Cola-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრები ამ შემთხვევაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება რომ შევხედოთ ამ ნაწილსაც, სწორედ ჩვენ ვხედავთ FIFA Coca-Cola-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს, რომელიც კვლავ გვაჩვენებს საფეხბურთო ნაკრებში ამ შემთხვევაში ვაჟთა ფეხბურთში, კაცების ფეხბურთში სხვაგვარად რო ვთქვათ ამ მაჩვენებებს და ვხედავთ ასევე საქართველოს ნაწილს, რომელიც ერთი საფეხურით დაწინაურდა 72 ადგილზეა საქართველოს ნაკრები. მე ვფიქრობ თუ ჩვენ FIFA Coca-Cola-ს რეიტინგს მთლიანობაში ჩავყვებით და ვნახავთ მთელ ნაწილს, რომელიც შეგვიძლია FIFA-ს ვებგვერდზე ნახოთ inside FIFA მაჩვენებს, FIFA-ს ვებგვერდზე FIFA.com-ზე შეგვიძლია ნახოთ ეს მაჩვენებელი. ცხადია ამ ჭრილში ჩვენ ვნახავთ რომ ჩვენი ნაკრების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინ არიან ნაკრები, რომელსაც დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერ ტურნირზე ამხანაგურ თუ ოფიციალურ თამაშებში აუცილებლად დაამარცხება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც საქართველოს ნაკრები უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ ამ ნაწილს. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ასეულს მიღმა იყო საქართველოს ნაკრები, თუმცა ყველაფერი გაკეთდა ამ კუთხით. ფეხბურთის ფედერაციის ძალიან აქტიური ჩართულობით და ძალიან ძლიერი პოლიტიკით, რომ მიიღო ის შედეგები, რომელიც ნახეთ საქართველოს ევროზე, უკვე საერთოდ ბუნებრივია ეს სხვა განზომილება. ეს არის სწორედ ფეხბურთის მენეჯმენტის ნაწილი, რაზეც ჩვენ ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ და ამას წინ უდგას ძალიან ბევრი დეტალი, ძალიან ბევრი შრომა ამ მიმართულებით და არის ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც განგრძობად შედეგებს უზრუნველყოფს ფეხბურთის მართვის ნაწილს. შესაბამისად, მინდა რომ ვისაუბროთ კიდევ ერთ თემაზე, რომელიც შეეხება სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სიახლეს. კერძოდ საუბარია მეკარეთა მწვრთნელების A ლიცენზიის პირველი კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულთა UEFA-ს ლიცენზიების გადაცემის ნაწილზე. მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ზამთარაძემ მწვრთნელთა განათლების მეკარეების მიმართულების ხელმძღვანელმა დავით გვარამაძემ გადასცეს. UEFA-ს მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის მფლობელი გახდა 17 მწვრთნელი. A ლიცენზიის კურსი მეკარეების მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია UEFA-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. UEFA-ს მეკარეების მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა, ხოლო მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი ჩვენ ქვეყანაში 2022 წლიდან ტარდება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შესაბამისი შეფასებები. ეს მნიშვნელოვანი დღე არის ქართული მეკარეების სკოლის ისტორიაში. პირველად ჩატარდა UEFA-ს მეკარეების ლიცენზია, რომელსაც ქვია გოლკიპერ A ლიცენზია. მანამდე, რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვოდა გოლკიპერ B-ს 3 კურსი და სწორედ ამ 3 კურსის შემდეგ შერჩეული იქნა ამ კურსის მონაწილეები, ზუსტად ვინც დღეს აიღო ლიცენზია და დიპლომი. ამ ეტაპზე 17 მონაწილემ მიიღო დიპლომი და ლიცენზია. მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს და
მადლობა მინდა გადაუხადო UEFA-ს გვერდში დგომისათვის, ამ კურსის ჩატარებისათვის ჩვენთან ერთად, ამ კურსის აღიარებისთვის. იცით რომ ჟირა პანელზე გავიდა სულ ერთი თვის წინ ამ კურსის საკითხი და გადაწყდა დადებითა და მომავალში შეგვიძლია რომ ჩავატაროთ ჩვენ მეკარეების UEFA-ს ალიცენზიის კურსი. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო კურსის უშუალოდ თითოეულ ჩართულ ადამიანს, დავით გვარამაძეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარე თამშმარს, ბატონ ოთარ გაბელიას განსაკუთრებული მადლობა და თითოეულ კურსის მონაწილეს. პირველ რიგში მე მინდა ყველას მივლოცოს მეკარეების ალიცენზიის კანდიდატებს ამ ლიცენზიის მიღება. ყველას კარგად უხსენებათ, რომ UEFA-ს ეგიდი ჩატარდა ეს UEFA Goalkeeper ალიცენზია, ეს იყო პირველად საქართველოში და ძალიან მოხარული ვარ, რომ კარგად დავასრულეთ ეს კურსი. ამ დიპლომებით შეიძლება თუკი უმაღლეს ლიგაში მუშაობა ყველა მეკარეებისთვის და კაი გამოცდილება მიიღეს ჩემი აზრით ამ კურსიდან და იმედია რომ გამოადგებათ შემდგომ მუშაობაში ამ კურსის შედაგროვებული გამოცდილება და ცოდნა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს აქვს UEFA-სთან ასეთი მე ვიტყვი ძალიან ნაყოფიერი შესანიშნავი თანამშრომლობა, ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა, ვინაიდან ის რომ ცხადია ხდება აღიარება საქართველოში მწვრთნელთა განათლების სამამისი ლიცენზიის საერთაშორისო დონეზე, უმაღლეს დონეზე აღიარება ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია ამ ნდობას სჭირდებოდა მოპოვება, ამ სჭირდებოდა შესაბამისი შრომა და ამ კუთხით ნაბიჯები მუდმივად ასე ვთქვათ პროგრესისკენ მიდის ჩვენ არა ერთი ნაწილში, მწვრთნელთა განათლების ნაწილში არა ერთი სიახლე გვექნება ჩვენი გადაცემის მიმართულებით და რაც თავარია, რამდენადაც მე მქონდა შესაბამისი კომუნიკაცია, მაქვს ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მაღალია მოთხოვნა სხვადასხვა მიმართულებით მწვრთნელთა განათლების საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც თითქმის ამავე მიმართულებას უკავშირდება, შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით UEFA-ს პრო ლიცენზიის კურსის მერვე მოდულს, რომელიც 16-19 მარტს დასკვნითი მოდულის ფარგლებში უკვე ქალაქ ნიონში გაიმართა UEFA შტაბ-ბინაში. პროგრამით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო კურსს დაესწრნა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ბუნებრივია საქართველოს წარმომადგენლებმა. პრო ლიცენზიის კურსზე სწავლობდნენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდის საფრთხო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისა და აკადემიის მწვრთნელები. კურსი 8 მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. საგამოცდო მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უკვე კურსის მონაწილეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული UEFA-ს ლიცენზიები გადაეცემათ. კიდევ ერთხელ რომ აღწევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია UEFA-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით საფრთხო განათლების ყველა დონის კურსი იმართება აქ ჩვენ ქვეყანაში. სწორედ ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებით დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს UEFA-ს წევრ ქვეყნებში შეუძლია შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. ცხადია ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც შესაძლებელია აი ამ დონეზე UEFA-ს ყველა ქვეყანაში საქართველოში მიღებული ლიცენზიით საქმიანობის ნაწილი, თუმცა მწვრთნელთა განათლება კიდევ ერთხელ ერთი და ძალიან სოლიდური წარმატებული მიმართულებაა, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს, მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შეეხება საფეხბურთო სკოლების ნაწილს. სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესსაც იწყებს. ამასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს და ეს სამუშაო საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისათვის ინფორმაციის მიწოდება. სწორედ კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე, ვადებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სკოლების კატეგორიზაციის ნაწილში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას და ხელისწყობას ყველა დონეზე, ზოგადად ფედერაციისათვის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასება და დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის მიწოდება ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უნდა შეგახსენოთ, რომ კატეგორიზაციის ფარგლებში საფეხბურთო სკოლები 4 კატეგორიად დაიყოფა. ეს არის ფეხბურთის აკადემია, ფეხბურთის სკოლა, კანდიდატი ფეხბურთის სკოლა და ფეხბურთის წრე. საფეხბურთო სკოლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონიტორინგის ჯგუფის ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, სპორტული საფრთხო მიმართულებით და შეფასების მონიტორინგის ჭრილშიც განხორციელდება. მოკლედ ესეც ნაწილი, რომელიც შეეხება სწორედ ახალგაზრდული ფეხბურთის ნაწილს, ცხადია, როცა ჩვენ გვინდა, რომელსაც პოპულარულ ენაზე ბავშვთა ფეხბურთი ვწოდებთ ხოლმე, ამ კუთხით განვითარება მნიშვნელოვანია
რომ სწორედ ასე ვთქვათ მეტი ყურადღება მიექცეს და სწორედ ბოლო წელში რაც აღნიშნე რომ ამ სკოლების ნაწილი სწორედ მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა მიმართულებით ორგანიზაციულ ადმინისტრაციული სპორტული სამართლო და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ნაწილი რომელიც მინდოდა რომ ფეხბურთის ფედერაციის სიახლეები მომეწოდებინა თქვენთვის და უნდა გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე სულ სულად საფეხბურთო სამყარო ცოტა ხნის წინ, არკოული პერიოდის წინ საუბრობდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ზოგადად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით არის არაერთი მოთქმა თუ რას გვაძლევს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ხომ არ მოდის ის წინააღმდეგობაში ან კონკურენციაში კომერციული თვალსაზრისით ცხადია თუ სპორტული კუთხით ბუნებრივი აქ სხვადასხვა ნაწილზე ვსაუბრობთ, ხომ არ მოდის ის წინააღმდეგობაში ან კონკურენციაში მსოფლიოს ჩემპიონატთან, ანუ სანაკრებო ნაწილს გულისხმობთ ამ შემთხვევაში და დღეს გვინდა ვისაუბროთ სწორედ ამ შემთხვევაში საკლუბო ჩემპიონატის ნაწილში უნდა აღინიშნოს რომ FIFA ანუ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სხვაგვარად ვთქვათ ძალიან სერიოზულად უყურებს ამ ნაწილს უნდა აღინიშნოს რომ განსაკუთრებული აქცენტი FIFA-ს მხრიდან კეთდება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ამ შემთხვევაში საუბარია რომ როდესაც 25 წლის ჩემპიონატმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და სადებიუტო ტურნირმა პრაქტიკულად ახალი ეპოქა შექმნა საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე ინკლუზიურმა და დამსახურებაზე დაფუძნებულმა შეჯიბრებებმა ამასთან ტურნირმა დააწესა ახალი ფინანსური სტანდარტები გლობალურ საკლუბო ფეხბურთში, რამაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც მონაწილე ქვეყნებს, ისე არამონაწილე ქვეყნებს ამ შემთხვევაში მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბუნებრივია აქ იყო გადანაწილების მაჩვენებელი თანხმობრივი ნაწილი ძალიან სოლიდური. შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების ჭრილი იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი 2025 წლის ტურნირის საერთო შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაგეგმილ ნაწილს და უდიდესი ნაწილი რაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ნახავთ შემდგომ დეტალურად მოდიოდა სწორედ სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებიდან, შემდგომ იყო სწორედ მარკეტინგული უფლებები, ცხადია ჰოსპიტალიტის ნაწილი, ბილეთების გაყიდვის ნაწილი, შემოსავლები, ასევე ლიცენზიებიდან შემოსავლები, თუმცა კიდევ ერთხელ სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებიდან მიღებული შემოსავალი იყო სრულიად შთამბეჭდავი ამ ნაწილში და ჩვენ ცხადია ჩავშლით ამ ნაწილს, თუმცა ცხადია, როცა ჩვენ საუბრობთ FIFA-ს მხრიდან საკლუბო ჩემპიონატში მიღებულ შემოსავლებზე, ბუნებრივია რომ მას აქვს ხარჯების თანამონაწილეობის საკმაოდ დიდი წვლილიც 32 მონაწილე კლუბზე იქნა გადანაწილებული საფრთხო ფონდის ერთი დიდი ნაწილი სხვადასხვა სპორტული შედეგებიდან გამომდინარე ჯამში FIFA აღნიშნავს რომ საკლუბო თასიდან მიღებული ყველა შემოსავალი სრულად დაეხარჯება საკლუბო ფეხბურთზე და FIFA-ს არ ექნება მოგების შენარჩუნების უფლება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში FIFA საუბრობს შეიძლება ასე ითქვას ძალიან შთამბეჭდავ და დიდი მოგების ნაწილზე, აღნიშნულია რომ ეს მთლიან საკლუბო ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. მართლაც კომერციული თვალსაზრისით შეიძლება ძალიან ბევრ საკითხზე ვიდეოთ ამ ნაწილზე და თუ ჩვენ შევხედავთ საფეხბურთო ანალიტიკოსების მიმოხილვებს, მათ შორის თუ შევხედავთ საფეხბურთო მენეჯმენტის სპეციალისტებს, მათ შორის კლუბების ხელმძღვანელებს, კლუბების მენეჯმენტს აქვთ ძალიან განსხვავებული შეხედულებები საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით და იყო ცხარე დისკუსია 2025-ის საკლუბო ჩემპიონატის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში კომერციულმა შემოსავლებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ყოველგვარ დაგეგმილ მაჩვენებლებს გადააჭარბა და როდესაც ფინანსური მაჩვენებლები ამ კუთხით არის გამორჩეული, ცხადია არავინ ალბათ არ არის ამ შემთხვევაში უკან დამხევი შემდგომ პერიოდშიც ტურნირის გაგრძელების თან არ უნდა დაგვაუწყდეს რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ასევე და ჩვენ უყურებდით კადრებს, სადაც ასევე იყო ეს კადრები ღონისძიებიდან, სადაც სპეციალური მიმართვაც კი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ანუ მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და მოგეხსენებათ ჩვენ ხედავდით სხვადასხვა თამაშებზე, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის შეფასებებს, თუმცა უფრო დეტალურად ამ ნაწილზე მინდა რომ ერთ დიაგრამას შევხედოთ, თუ შეიძლება
სადაც ვნახავთ სწორედ საკლუბო ჩემპიონატიდან შემოსავლების და ინვესტიციების კატეგორიზაციის ნაწილს და მე რამოდენიმეჯერ როდესაც ჩვენ კადრებს უყურავთ გავამახვილა ყურადღება რომ ყველაზე დიდი ნაწილი შემოსავლების იყო სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებიდან და თუ შევხედავთ 57% საერთო შემოსავლების იყო სატელევიზიო ტრანსლაციის ნაწილიდან. კიდევ ერთხელ მარტივად რო ვთქვა თუ რას ნიშნავს ფეხბურთში სატელევიზიო ნაწილი. რას ნიშნავს ფეხბურთი და მედია, რამდენად ფეხბურთი და მედია ერთმანეთთან არის დაკავშირებული და როგორ ქმნის ჯამში სინერგიას ფეხბურთი მედიის პარტნიორობა თანამშრომლობა ჩვენ Paris Saint-Germain-ს, როდესაც ერთი კლუბის ფინანსურ საკითხებს მოვიხილავდით Paris Saint-Germain-ის ნაწილში და შემოსავლების ნაწილშიც ხედავდით სწორედ აი ამ ტიპის დამოკიდებულებას. მარკეტინგული უფლებების ნაწილი, ასევე კომერციული შემოსავლების საერთო ჯამში და საერთო შემოსავლების 32% შეადგენა საკმაოდ სოლიდური ციფრი ფიქსირდება ამ შემთხვევაში. ჰოსპიტალიტის ნაწილში აქ იყო 19% და ბილეთების გაყიდვა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რატომ მინდა ყურადღება მივაქციოთ ბილეთების გაყიდვის ნაწილს. რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი ტიპის შეფასებები, რომ აი თითქოს რა თქმა უნდა ფეხბურთულ მაყურებლად წარმოუდგენელია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არის რომ აი და აქაც სოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც იყო საუბარი, რომ აი ვერ გაივსო ამა თუ იმ თამაშზე სტადიონი და ნუ ეს რა თქმა უნდა სანახაობას უკარგავს ფეხბურთს, იმ ემოციას უკარგავს ფეხბურთს, მაგრამ კომერციულ ჭრილში აქ ჩვენ საუბრობთ საერთო ჯამში 19%-ზე, რომელშიც მოდის ბილეთების გაყიდვა და ჰოსპიტალიტის უფლებები მთლიანობაში. ხოლო 19%-ია ამ ჭრილში და სრულიად სხვაგვარია ამ შემთხვევაში გადანაწილება ძირითადი შემოსავლების ნაწილში და ნუ სხვა შემოსავლები, რომელიც მაგალითად ლიცენზიებს სამაუწყებლო ნაწილში ამ შემთხვევაში იყო სხვა ტიპის ლიცენზიებს უფლებს, ხოლო 2% იყო საერთო თანხების. ეხლა სად მიემართება თანხები, რადგან კიდევ ერთხელ საუბარი იყო FIFA-ს მიერ, რადგან ჩვენ საუბრობთ FIFA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომ FIFA-ს არ ექნება მოგების ესე პირდაპირ აღების უფლება აი ამ საერთო თანხიდან, კიდევ ერთხელ მიუხედავად იმ შთამბეჭდავი შედეგებისა, რომელიც არის, ამ შემთხვევაში საუბარია შემდეგზე, რომ მოხდება თანხების სრულად გადანაწილება და ვხედავთ რომ 60% იქნება გადანაწილებული. საერთო თანხის 60% იქნება გადანაწილებული, ხოლო თანხების გარკვეული ნაწილი, ანუ საერთო ჯამში 40% ნაწილი არის ღონისძიების საოპერაციო ხარჯების ჯამი. ანუ რაც ღონისძიების ხარჯებიდან დარჩა თანხა, შეიძლება ასე ითქვას, ამ შემთხვევაში მთლიანად ამ თანხების გადანაწილება მოხდა სწორედ საკლუბო ჩემპიონატების შემდგომი განვითარების ნაწილზე. კიდევ ერთხელ ვხედავთ აი ამ ჩემპიონატის ნაწილში მართლაც ამ შთამბეჭდავ შედეგებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მოკლედ ეს რაც შეეხებოდა FIFA-ს ნაწილში სიახლეებს და ამ შემთხვევაში როდესაც ჩვენ საკლუბო ჩემპიონატზე საუბრობთ და კლუბებზე საუბრობთ, ტრადიციულად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი სპეციალური რუბრიკაც ამ ნაწილში, შეიძლება ითქვას ქვე რუბრიკა დავარქვათ, ან როგორც გვინდა, ეს არის ნებისმიერი ამ შემთხვევაში და ინტერესთან მიხედვით მიუყვებით ერთი რომელიმე კლუბის მიმდინარე ფინანსური საკითხების შესახებ მოყოლა, თუ რა ხდება ფინანსური მიმართულებით ამა თუ იმ კლუბში. ნუ პირველ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, რომ ვისაუბრეთ Paris Saint-Germain-ზე, ვისაუბრეთ როგორც განსაკუთრებულად გამორჩეულ წარმატებულ ნაწილზე ფინანსურ ჭრილში და ამ კუთხით ვაფასებდით არსებულ ვითარებას, თუმცა და ავხსენით კიდეც Paris Saint-Germain-ი რატომ იყო პირველი ძალიან ბევრი კუთხით, მაგრამ ალბათ ეხლა ბევრი მიხვდება თუ შემდგომი კლუბი რატომ შევარჩიეთ, ბევრმა ლოგოსაც მოკრა ალბათ თვალი მანამდე და ჩვენ შემდგომი კლუბი, რომელიც შევარჩიეთ არის ლივერპული. რა თქმა უნდა, საინტერესოა ასევე რომ ჩვენ ვიხილავთ ლივერპული Paris Saint-Germain-ის ასე ვთქვათ, პაექრობასაც ჩემპიონთა ლიგის ნაწილში, იმ ჩემპიონთა ლიგის ნაწილში, რომელიც ამ შემთხვევაში კლუბების შემოსავლის ჭრილში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს, თუმცა მანამდე მინდა მიმოვიხილოთ ლივერპულის ფინანსური ნაწილი, თქვენ კადრებსაც ადევნე თვალს, რომელიც ასევე არის შესანიშნავი ფილმი ლივერპულის შესახებ, ეს კადრები სწორედ აქედან არის და ლივერპულმა წარადგინა 2025 წლის აქ მაისის ბოლომდეა საუბარი ოფიციალურად გასაჯაროებული ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბმა მიაღწია რეკორდულ შემოსავალს, საუბარია 700 მილიონ ფუნტზე მეტ თანხაზე და პრაქტიკულად ამ მაჩვენებლით ლივერპული გახდა
ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი კლუბი, ანუ ფინანსურ ნაწილში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ფინანსური ჭრილის შეჯამების კუთხით და ფინანსური პერიოდის შეჯამებას აუცილებლად ცალკე გაჩვენებთ, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით აქვს ლივერპულს მზარდი შემოსავლები დაფიქსირებული ამ ნაწილში, თუმცა რა თქმა უნდა აღნიშნულია ლივერპულის მიმოხილვის ნაწილში, რომ ლივერპული რეკორდული შემოსავლების დისპარალელურად რა თქმა უნდა ზრდის საკუთარ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც ძირითადად მოდის სწორედ პერსონალის ხარჯებზე, მაგალითად საუბარია 42 მილიონიან ფუნტით ზრდაზე ჯამში, ვინაიდან ცხადია ლივერპულისთვის მნიშვნელოვანია მისი ძლიერი, ასე რომ ვთქვათ, თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ მთავარ წარმატებას გუნდის. და მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც აღნიშნავს ლივერპული, ასევე მოდის ჩემს მიერ უკვე აღნიშნულ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობამდე, მაშინ საუბარია ერთ მერვედფინალში მიღწევამდეც კი ამ ჭრილში, სადაც ყველაზე მეტი შემოსავლები სწორედ მედიის მიმართულებით დაფიქსირდა, კვლავ რა თქმა უნდა მედია ამ შემთხვევაში ჭარბობს შემოსავლების დიდ ჭრილში. უნდა აღინიშნოს, რომ ლივერპული ხაზს უსვამს კომერციული შემოსავლების გაზრდასთან დაკავშირებულ ნაწილს, სწორედ პარტნიორობის ჭრილში ჩვენ პარტნიორებსაც ნახავთ შემდგომში ამ მიმართულებით და ასევე ძალიან საინტერესოა Anfield-ი ლივერპულის შესანიშნავი სტადიონი, რომელიც კადრებსაც თვალს ადევნებს სწორედ ფეხბურთთან ერთად. ეხლა ჩვენ ლივერპულის ეს შესანიშნავი მართლაც ფანტასტიკური სტადიონი გამოიყენება არა მხოლოდ აი ამ მატჩებისთვის, რომელსაც ასევე ვუყურებთ ამ ჭრილში, არამედ ეს ასევე სტადიონი ასევე გამოიყენება ძალიან აქტიურად სხვადასხვა კონცერტებისათვის, რაც დამატებით საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს უქმნის კლუბს ამ ნაწილიდანაც კლუბი იღებს ძალიან სერიოზულ შემოსავალს. სხვათა შორის კლუბს აქვს აღნიშნული, რომ ის იღებს ძალიან სოლიდურ შემოსავლებს, ასევე ცხადია მატჩის დღის ჭრილიდან და ამ კუთხით ასე ვთქვათ დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის აქტივობებიდან, ისევე როგორც აქვს მნიშვნელოვანი შემოსავლები საკლუბო აღჭურვილობის გაყიდვის მიმართულებით, რაც ასევე საკმაოდ სოლიდური ნაწილია, თუმცა ლივერპული აღნიშნავს, რომ მის მოგების დიდ ნაწილს კვლავ კლუბის განვითარებაში ხარჯავს, მათ შორის არის კლუბის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ამ კუთხით, მაგრამ მთავარი და გამოკვეთილი ლივერპული აღნიშნავს, რომ ის იყო ყველაზე ყურებადი კლუბი 2004-2025 წლებში ყველა ტურნირზე. ნილსენის მონაცემებით კლუბის ჯამურმა გლობალურმა სატელევიზიო აუდიტორიამ 588 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყველაზე ყურებადი კლუბი 2024-2025 წლის სეზონში და კლუბმა ასევე დააფიქსირა ყველაზე მეტი ვებსაიტის ვიზიტი, რომელიც იყო 87 მილიონი სეზონის განმავლობაში და სოციალურ მედიაში გამომწერების რაოდენობა ჯამში გადააჭარბა 200 მილიონს. აქ Facebook-ი ჭარბობს ამ ნაწილში. ლივერპულის სიამაყით აღნიშნავს ყოველთვის, რომ ის ასევე ზრუნავს სხვადასხვა ტიპის სოციალური პროექტების განხორციელებაზე და საბოლოო ჯამში სწორედ უზრუნველყოფს ლივერპული საკმაოდ ესეთ უფრო სოლიდური სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც თავარია მათ აქვს თავარი მიმართულება, რომ წარმატებული ფინანსური კლუბი იყოს ამ კუთხით. კლუბის ფინანსური დირექტორის განცხადება პირდაპირ აღნიშნულია, არ ვალავთ ჩვენ სურვილს მართოთ ფინანსურად მდგრადი კლუბი, გავზარდოთ შემოსავლების წყაროები და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მოედნის მიღმა წარმატებას მოედანზეც მოიტანს. დიახ, ასეა ამ ნაწილში ლივერპულის ისტორია, ასე გამოიყურება ამ ნაწილში ლივერპულის ფინანსური ისტორია, მიმდინარე ისტორია, ცოტა ისეთია მიმდინარე და ისტორიის თანხმედრა, მაგრამ რეალურად მაინც ფინანსური ნაწილის ჩახურვა და ანგარიშები, რომელსაც ვკითხულობთ უკვე ერთი მცირე ისტორიის ნაწილი, სწორედ ამიტომ საკლუბო ფინანსური ისტორიებს ვსაუბრობთ და დიახ, აი ლივერპულის ფინანსური დირექტორის ნაწილი, დიახ, თამაშს გარეთ ბევრი რამე ხდება, სწორედ თამაშს მიღმა, მოედანს მიღმა ბევრი რამე ხდება და თამაშს გარეთ მომხდარი ფაქტები უზრუნველყოფს და გავლენას ახდენს შემდგომ თამაშზე. ამას აღნიშნავს ლივერპულს, რომ სწორედ ამიტომ უნდა ლივერპულს იყოს ფინანსურად მდგრადი, რათა შემდგომ ეს ყველაფერი გადაიტანოს მოედანზე. და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ლივერპულზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია კიდევ ერთხელ არ ვერ მივხვდეთ მიზეზებს, რატომ ამის შესახებ, თუმცა ვიდრე ამ ნაწილზეც გადავალთ, მანამდე კიდევ ერთი დიაგრამა მინდა გავიაროთ და შევხედოთ ამ მაჩვენებლებს უფრო მეტად. ეს არის ფინანსური პერიოდის შეჯამება, ის ნაწილი, რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით
ძალიან დეტალურად და მიმოიხილავდი ძალიან დეტალურად ამ ნაწილს. აქ არის მედია შემოსავლების ნაწილი და აღვნიშნეთ, რომ მედია შემოსავლები იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი ამ ჭრილში და აქ ჩვენ ვხედავთ მედია შემოსავლები გაიზარდა 60 მილიონით და შეადგინა 264 მილიონი ფუნტი, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია კიდევ ერთხელ ცალკე აღებული მედია შემოსავლების ნაწილიდან, რასაც თანსდევს ასევე უკვე ჩემს მიერ აღნიშნული მატჩის დღის შემოსავლები, რომელიც 14 მილიონიდან ზრდის მაჩვენებელს მინდა შევხედოთ, რომელიც გაიზარდა 14 მილიონი და შეადგინა 116 მილიონი მხოლოდ მატჩის დღის შემოსავლებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში და ამ ნაწილში. აქ არის, რა თქმა უნდა, კომერციული შემოსავლების ზრდა, კომერციული შემოსავლების ნაწილში მოგეხსენებათ და უკვე მე მიმოხილვის ნაწილშიც აღვნიშნე, თუმცა ჩვენ კადრებს ვადევნებდი თვალყურს მათ შორის საკლუბო აღჭურვილობის ეკიპირების გაყიდვის ნაწილი, სხვა ბრენდირებული შესაბამისი აქსესუარების, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილი უკვე ამ კუთხით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომ ლივერპული არა მხოლოდ იღებს შემოსავლებს, არამედ ის ხარჯავს ამ შემოსავლებს სწორედ ძირითადი იმ მიმართულებებით, რაზეც საუბარია განვითარება საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილზე, ამ მიმართულებით არსებული ხარჯების ნაწილი, რომელშიც შედის მათ შორის პერსონალის ხარჯების ნაწილი, საერთო შემოსავლების ნაწილს ვხედავთ ასევე დისცილში და წმინდა მოგება, რაც ასევე არის გამოყოფილი, ანუ მოგება გადასახადების შემდგომ, რაც კონკრეტული მაჩვენებლით ფიქსირდება. რაც მთავარია კიდევ ერთხელ, რაც განსაკუთრებით და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნაწილია, არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვუყურებთ ვითარებას და ვუყურებთ კლუბის გამჭვირვალე პოლიტიკას, ანუ მისი შემოსავლების შესაბამისობას და შესაბამისად ხარჯების აღნიშვნას, ანუ ვხედავთ იმ კუთხით თუ როგორ ახდენს კლუბი ფინანსური ნაწილის მართვას იმ ჭრილში, რომ საკლუბო წარმატება, ანუ თამაშის გარეთ არსებული ვითარება გადაიტანოს მოედანზე. კიდევ ერთი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ლივერპულის პარტნიორობის ნაწილს და როგორც შესავალ ნაწილშიც აღვნიშნავდი, ლივერპულს ხაზგასმული აქვს მისი ფინანსური მიმოხილვის ჭრილში, თუმცა ფინანსური ანგარიში საკმაოდ ესეთი დეტალური და მოცულობითია, რომ ბუნებრივია ლივერპულის შემოსავლების მდგრადობა ემყარება მის პარტნიორებთან თანამშრომლობაზე და აღნიშნულია, რა თქმა უნდა, რამოდენიმე პარტნიორის განსაკუთრებული როლი. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხითაც გვაერთიანებს ალბათ ფეხბურთი ყველას და კოკაკოლა ასევე ყველას ერთად. ამ ჭრილში კოკაკოლის პარტნიორობა ლივერპულთან, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ჩვენი რუბრიკის სპონსორობა, თამაშის გარეთ რუბრიკის Business Insider-ს კოკაკოლას თანამშრომლობა, კოკაკოლის პარტნიორობა ლივერპულთან ამ ჭრილშიც და აქ არის სწორედ პარტნიორების საკმაოდ ვრცელი სია, ძალიან ცნობილი, ძალიან ისეთი ნაცნობი, სოლიდური კომპანიების ნაწილში, მათ შორის არის 10 წლეულებით გაფორმებული კონტრაქტები, ანუ ეს არ არის მხოლოდ პირობითად 1 წლიანი ან მატჩის დღის კონტრაქტი, რომელიც ასევე ცალკე ნაწილია, ეს არის ხანგრძლივი კონტრაქტები, მათ შორის ქალსბერგი აღნიშნული, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში იყო და გააფორმა ახალი კონტრაქტის, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ქალსბერგი ლივერპულის პარტნიორად. უკეთ ეს არის მთელი სია ამ კუთხით წარმოდგენილი მთელი სია, რომელიც არის დაკავშირებული ასევე ლივერპულის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასთან და რა თქმა უნდა, როდესაც აი ამ სიაზე ვსაუბრობ და ზოგადად ფინანსურ ნაწილზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, კლუბების მიმართულებით ერთი სოლიდური და გამორჩეული მიმართულება არის სატრანსფერო პოლიტიკა, ზოგადად თუ რა ხდება მთლიანობაში, როგორ ყიდულობენ ფეხბურთელებს, როგორ ხდება ფეხბურთელების წასვლა, გაყიდვა სხვაგვარად მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ამ ჭრილში. და ამ კუთხით ყველა კლუბს აქვს მისი ინდივიდუალური მიდგომა, თუმცა ყოველთვის ასევე სატრანსფერო პოლიტიკა ჯამში რო ავიღოთ, ყოველთვის ხდება დისკუსიის საგანი კლუბების გულშემატკივრებსა და კლუბების მენეჯმენტს შორის, ვინაიდან ცხადია არსებობს გარკვეული ტიპის ფინანსური ინტერესები, თუმცა მეორე მხრივ კლუბი გულშემატკივარი, როდესაც ის შეიყვარებს
ფეხბურთელს მიიღებს მას კლუბის წევრად, ასე ვთქვათ, ერთ ოჯახის წევრად, საერთო ჯამში, შემდგომ რა თქმა უნდა, არც ერთ ფასად არ ეთმობა ეს ფეხბურთელი, თუმცა ფეხბურთში სატრანსფერო ნაწილი თამაშობს ყოველთვის განსაკუთრებულ როლს. ჩვენ ტრანსფერებზე ცალკე გვექნება საუბარი და მოვიხილავ ტრანსფერების ნაწილს აბსოლუტურად ცალკე, სხვა რუბრიკაში, სხვა დროს, თუმცა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუ არა ყველაზე მთავარი ტრანსფერ მარკეტი ვებგვერდზე სადაც ჩვენ შეგვიძლია ხოლმე სატრანსფერო ინფორმაციები ვნახოთ. დღეს მის მონაცემებს გავაყრდნობით ამ შემთხვევაში ლივერპულის მთლიანად ასე ვთქვათ სატრანსფერო ღირებულების, ეგრეთ წოდებული სატრანსფერო ღირებულების ჭრილში შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ვნახავთ სწორედ ლივერპულის აი ამ ნაწილში ღირებულების საერთო მაჩვენებელს, ხედავთ ციფრობრივ ნაწილს, ვსაუბრობთ მილიარდზე მეტრზე ამ შემთხვევაში, ეს არის ფეხბურთელების მიმდინარე ასე რომ ვთქვათ საბაზრო სატრანსფერო ღირებულება, უფრო კორექტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ ამ ჭრილში და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რატომ ავარჩევდით ჩვენ ლივერპულს დამატებით თუ არა რა თქმა უნდა ჩვენი ვარსკვლავი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ასევე აი ამ სიის ასე ვთქვათ საკმაოდ სოლიდურ ნაწილშია წარმოდგენილი მისი სატრანსფერო ღირებულებით, რომელიც შეადგენს 28 მილიონ ევროს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ შემთხვევაში ამ ფასად ლივერპული გიორგი მამარდაშვილს არ დათმობს, ვინაიდან მისი რეალური ღირებულება გასცემთ რომ მეტია, ზოგადად ტრანსფერმარკეტზე ყოველთვის აღინიშნება ფასები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ასახავს ხოლმე იმ რეალობას, რომელიც შემდგომ რეალურად სატრანსფერო ღირებულებებით არის ხოლმე აღნიშნული, თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვეამაყება, რომ გიორგი ამ ნაწილში საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს კლუბის ისტორიაში, მაგრამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავია ლივერპულის ამ შემთხვევაში სატრანსფერო ღირებულება მთლიანობაში ერთად აღებული, რაც კიდევ ერთხელ ტრანსფერმარკეტ.com-ზე შეგვიძლია ეს ინფორმაციები ვნახოთ ყველა კლუბთან მიმართებაში, ყველა ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში და ზოგადად სატრანსფერო პოლიტიკა არის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ შემდგომ გადაცემებში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ეს რა თქმა უნდა, ეს იყო ეს ნაწილი, როცა მინდოდა, რომ ამ შემთხვევაში ერთი კლუბის ფინანსური და უახლესი ფინანსური ისტორიის შესახებ მესაუბრა სწორედ აქ ჩვენს რუბრიკაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი რუბრიკის კიდევ ერთხელ სატრანსფერო პოლიტიკა, ფეხბურთის მართვის საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ყოველთვის გვექნება ერთი კლუბის ფინანსური ისტორიის მიმოხილვა, ფინანსური საკითხების მიმოხილვა, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის შემოგთავაზებთ ანალიტიკურ მიმოხილვას ფეხბურთის მენეჯმენტიდან, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ისევე როგორც ეს დღეს იყო ძალიან საინტერესო სიახლეების მიმოხილვით, ასევე რა თქმა უნდა გლობალურად კლუბების მონაწილეობით. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ჩვენი რუბრიკა თამაშს გარეთ შესაბამისად ამით დასრულებულია. კიდევ ერთხელ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე ეკონომიკის, ბიზნესის და უკვე ფეხბურთის მართვის შესახებ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში, ისევე როგორც Big Football G, რომელსაც ვებგვერდსაც თქვენ ხედავთ ასევე ჩემს ზურგს უკან ჩვენს პლაზმაზე. მე დაგემშვიდობებით, ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო კვირას. Live life to the fullest. Walter Mutis. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის